დაბრუნდით კლაპირდაპირეთრიშ და თავველოდებოდი რომ შეხვიდოდი ლექსით. შენ გეუბნე. მაშინ მარტივად ვიტყვი რა. დღეს ფიქრობდი როგორ შეიძლება გაირთმოს რომეო, მით უმეტეს ახლა შექსპირის ისეთი გარითმული აქვს და ინგლისურად ისე ისმის ეს ყველაფერი როგორც მუსიკა და ძალიან ძნელია მე უპოვო რამე შესატყვისი ქართულ ენაში მიუხედავად იმისა რომ ულამაზესი ენაა ქართული და ძალიან ძნელია რომ რაღაც მოცილდე საკუთარი ენის ცოდნას და გვერდიდან მოისმინო და ნუ რომეო სიტყვა სიყვარულისთვის ნუმაომეო. ნუმაომეო ძალიან ლამაზი სიტყვაა. შეგიძლიათ და სპექტაკლში გამოვიყენო ფრაზა. დღეს არის მსოფლიო აღნიშვნის თეატრის საერთაშორისო დღეს და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სამეფო უბნის თეატრთან ერთად აღნიშნათ ეს თარიღი. სტუმრები შემოგვიერთდნენ. თეატრია ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მე მგონია რომ ყველაზე განსხვავებული და ყველაზე თანამედროვე მოაზროვნა თეატრია და სპექტაკლებიც ასეთია. თათა თავაძე რეჟისორი, კატო კალატაშვილი მსახიობი, მაგდალე პანიძე მსახიობი და თორნიკა გოგრიჭიანი მსახიობი შემოგვიერთდნენ. გილოცავთ პირველ რიგში ამ დღეს. ალბათ თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული შექმნებაა თეატრალებისთვის. ეს როდესაც თეატრი აღნიშნავს საერთაშორისო დღეს. საკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მით უმეტეს როცა მაგრამ საკმაოდ რთულია ხოლმე მათთვის, ვისაც თეატრი უყვარს, იმიტომ რომ ამ დღეს ხდება ძალიან ბევრი რაღაცა და ერთდროულად თანაც წავიდეთ ხოლმე აღარ ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია. მომავალ გასტროლზე, რომელიც იგეგმება გერმანიაში, მე გაქვს ტროელი ქალები. მე მაინტერესებს, მაყურებელს მოვუყვათ, ბუნებრივია, როგორ მოხდა ეს გამგზავრება, რას ითამაშებთ, სად ითამაშებთ კონკრეტულად და შემდეგ განვავრცოთ ვისაუბროთ ამ სპექტაკლზე. ტროელი ქალები მიდის ახლა მაისში ძალიან მალე უკვე ქალაქ ციტაუში, გერმანიაში. ქალაქ ციტაუში დაიდგა ჩემი პიესა თებერვალში, 20 თებერვალს იყო პრემიერა. და ჩემი პიესაც დედაომიც იყო ომის თემაზე და გარკვეულწილად ტროელი ქალები არის გაგრძელება ერთგვარი ამ თემის. და საკმაოდ დაინტერესდნენ ამ სპექტაკლით. არის ფესტივალი, რომელიც სამი ქვეყნის ფესტივალი ქვია ამ ფესტივალს, იმიტომ რომ ციტაუ არის ქალაქი, რომელიც არის პოლონეთის და ჩეხეთის საზღვარზე ერთდროულად. ამიტომ სამი ქვეყანა და ეს ციტაუს თეატრი გარკვეულწილად წარმოადგენს ამ სამი ქვეყნის თეატრალური მეგობრობის, ასე ვთქვათ, ცენტრს. და ყოველთვის ყოველ წელს ყავთ ერთი სტუმარი ქვეყანა, შარშან იყო უნგრეთი და წელს არის საქართველო ტროელი ქალებით. ციტაუდან პირდაპირ მივდივართ კარლსრუეში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თეატრია, მათი სახელმწიფო თეატრი, რომელიც ასე ვთქვათ, ახალგაზრდულ ფესტივალს მას პინძლობს. სხვადასხვა ტროელი ქალების პრემიერა შედგა შვედეთში, ხო? შვედეთში იყო, კი. როგორ მოხდა ეს და იცი რისი კითხვა მინდა რომ გასაგებია რომ ეს ომგამოვლილი ქალების ისტორია ჩვენთვის ქართველი მაყურებლისთვის შეიძლება ძალიან ახლო იყოს, მით უმეტეს რომ ვიცი სპექტაკლი მაინც რაღაც კონკრეტულ ისტორიებზე ნამდვილ ამბებზე აგებული, ხო? უცხოელი მაყურებელი რამდენად ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა ის რომ ამდენი მიწვევა გვაქვს ამდენ ფესტივალზე, მე გაქვს ნიშნავს რომ მან გაიგო, ხო, შენი სათქმელი? იცით რა, მე მგონია რომ ომის თემა კიდევ უფრო აქტუალურია ხოლმე და საჭიროა უფრო სწორად იქ, სადაც არის მშვიდობა. იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ჩვენ ომი და იმ მომენტებში შეიძლება ომის დროს არ იყოს იმდენად აუცილებელი ომზე სპექტაკლის დადგმა, როგორც ომის შემდეგ. როცა მშვიდობა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ყოველთვის გავიხსენოთ განუწყვეტლივ ეს რა არის, იმიტომ რომ ისტორია ადასტურებს რომ განუწყვეტლივ ომის საშიშროების ქვეშ ვართ და ამიტომ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე სინამდვილეში რა არის ეს. ტროელი ქალები ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ასე ვთქვათ, პირველ პირში ვისმენთ ამ ისტორიას იმ ქალებისგან, ვინც 90-იანი წლების კავკასიური ომები მე ვიტყოდი გამოიარეს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ქართველი ქალები არიან იქ და არა მხოლოდ ქართველი ქალების ისტორია, თუმცა ჩვენ მოვაშორეთ გეოგრაფიული სახელები მთელ სპექტაკლს. იქ ვერ გაიგებთ ვერც საქართველოს, ვერც რუსეთს, ვერც აფხაზეთს, ვერც ოსეთს, იმიტომ რომ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდა, ჩვენთვის არ ქონდა კამათს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამ პერსპექტივებთან დაკავშირებით მნიშვნელობა. ჩვენთვის თავარი იყო გვენახა ქალი, კონკრეტულ შემთხვევაში ქალი, ადამიანი, ომის რეალობაში, ადამიანი იმ შიშის ღრუბელ ქვეშ, რომელიც არის ხოლმე ომის დროს და აი ეს ექსტრემალური სიტუაცია და მით უმეტეს ქალები, რომლებიც ძირითადად
ყველაზე შეიძლება ითქვას რთულ მდგომარეობაში არიან ამ დროს, ვინაიდან ისინი არიან ისინი, ვინც არ ირჩევენ ომს. პირველ რიგში ბავშვები და ეს თემა ქალების და ბავშვების არის ტროელ ქალებში მთლიანად სხვადასხვა სახით ნაჩვენები. მე ვიცი რომ რეპეტიციების დროს ფსიქოლოგთანაც კი გადიოდით კონსულტაციებში, ხო? ჩვენ მქონდა შეხვედრა, მით უმეტეს იმიტომ რომ ჩვენ პირადად უნდა შევხედროდით ომგამოვლილ ქალებს და მათთან ასევე მათთან როგორ წარმართულიყო დიალოგი, როგორ უნდა წარმართულიყო ეს ინტერვიუ, ხო, რომ დაუშვათ ჩვენც არ გვეძალა გაუწევთ მათზე და არ გაგვეღიზიანებინა მათი მოგონება ისე რომ ტრავმატული ყოფილიყო მათთვის. ხშირად აკეთებენ ტელევიზიები საკმაოდ ხშირად და სხვათა შორის ტროელ ქალებში არსებობს ეს თემაც ამ სპექტაკლში, როგორ ვძალადობთ ხშირად ჩვენ ომის მსხვერპლებზე იმისთვის რომ ასე ვთქვათ პროპაგანდისტული სურათი მივიღოთ შედეგად. ალბათ იმ კოსტიუმებში გამოწყობილი არის. შორის გაცილების ნათელფერებში არის სპექტაკლი. ქალბატონესაც ვკითხოთ აბა რა ხდება მე პირველ ხაზზე გავუსვა ჯერზეთი ძალიან მიხარია იქიდან გამომდინარე ორ ადამიანთან მაკავშირებს ჩემი მათ მშობლებთან ბავშვობის მეგობრობა და მართლა შემიძლია რომ ჩემს თვალწინ გაჩნდნენ და გაიზარდნენ და უბედნიერესი ვარ როცა ვხედავ მათ ეს კიდე ჩემი პირადი რაღაცა ბედნიერება ატო ჩემს თვალწინაც გაიზარდა არა ხო მე ერთად უფრო ერთად ვისდევ ნუ დაიბერეთ ესეა აი თვითონ ეს სპექტაკლი ვიცი როგორც და ესეთი ჭიდრო კავშირი მაყურებელთან ეს არის ეს ჭიდრო კავშირი ხო მაყურებელ მე სცენასთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და qovolთვის არსებობს რაღაცა დისტანცია როცა ეს დისტანცია მცირდება და ესე ახლოს არის აი ეს შეგრძნება მინდა რომ რაღაცნაირად მსახიობი მოგვითხრან არ მე მგონია რომ პირიქით ძნელი კი არ არის ბევრად უფრო მარტივი არის იქიდან გამომდინარე რომ თუ რაღაცას ყვები ყოველთვის ვიღაცისთვის და არა შენთვის, ხო? რა თქმა უნდა პარტნიორი ყოველთვის ყავს, მაგრამ რეაქციას არ აქვს მნიშვნელობა. ზუსტად იმიტომ რომ მაყურებელი ყოველთვის უფრო ახალ რეაქციას გთავაზობს და თქვენ პასუხობთ ამ რეაქციას, იმპროვიზაციის მომენტი უფრო ფართოვდება. და ყოველი სპექტაკლი არის განსხვავებული, ანუ ჩვენ სულ ვამბობთ რომ მე-6 პერსონაჟია მაყურებელი, იმიტომ რომ ყოველთვის აი მაინტერესებს ეს მე-6 პერსონაჟი როგორ ჭდება მე ვიციოთ მსახიობები ისეთ ისე გადიოდნენ ხო ხანდახან უხეშად სხვათა შორის გარეთ ამ შეკითხვასვავდნენ და ბრუნდებოდნენ ხო ესეთი დღეებით ჩვენ კონკრეტული სავარჯიშო თორნიკეტროელ ქალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ ვიცი რა, ისაუბრებს სპექტაკლზე ტკივილი როგორც ახალგაზრდობა. არის ახალგაზრდობა ბოდიში, რომელიც დათათავაძემ დადგა, რა თქმა უნდა, გახსოვს ერთხელ ჩვენთან იყავით სტუდიაში ამ თემაზე ვისაუბრეთ ამ სპექტაკლზე და სანამ პრემიერა იქნებოდა. ხო პრემიერის შემდეგ უფრო ისე დაწყნარებულად შეგვიძლია შევაფასოთ. და ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე დათათავაძე ამბობდა, რომ ერთწლიანობაში შემიძლია გადმოვცეო რა არის ფაბულა მთავარი ახალგაზრდები თავის თავს დიაგნოზს უსვამენ და ეს დიაგნოზი არის ახალგაზრდობა და ებრძვიან მას. ცდილობენ რომ გაანადგურონ ის. ცდილობენ რომ გაანადგურონ ის. ხო. კი, არის ეგ არის. შეთანხმებით მისვლა. ნუ ფაქტობრივად გაგრძელება არის დაუშვათ იმ იდეისა, დაუშვათ რაზეც იმ პრობლემის კი რაც ქვია ის საკითხი დაუშვათ რაც დაისვა ტროელ ქალებში და ის სათქმელი რაც ხო ფაქტიურად გაგრძელება არის, იმიტომ რომ ეს უკვე პოსტსაომარი პერიოდია და ის პოსტსაომარი ფაქტორები რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის უკვე როგორც თვითონ კონკრეტულად როცა ომში ხდება ეს ყველაფერი, ხო? და რაც ყველაზე მთავარია, არ ვიცი, ამას წინათ დათო შენთქვი მე მგონი და მინდა რომ გავიმეორე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ეგ ისა ფრაზა, რომ რაც ამ სპექტაკლს შეეხება კონკრეტულად. ეს არის საზოგადოება, რომელიც არის დეპრესიაში, რომელიც და ძალიან საშიშია დეპრესიული საზოგადოება, იმიტომ რომ საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ მან შეიძლება მე ისეთი ქარიზმატული ლიდერი შოს, როგორც იყო ჰიტლერი. ითხოვს ქარიზმატულ ლიდერს. ეს არის პირველი მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი, ერთგვარი ტრანზიტული ხანა, როცა ახალგაზრდების ახალგაზრდობა ემთხვევა სამყაროს, რომელიც დანგრეულია, ევროპა ნანგრევებშია, რომელიც ძალიან გავს ჩვენი ქვეყნის 90-იან წლებს, როცა ძალიან დიდი მსოფლიო დაიშალა.
და გარკვეულწილად ახალგაზრდებს უნდა აეშენებინათ ეს მსოფლიო, თუმცა კი მათი ნგრევა მათ არ აურჩევიათ. რა თქმა უნდა თვითონ პირველ რიგში და გარკვეულწილად დაკარგულ თაობაზეა, ანუ დაკარგული თაობა არის ის, ვის ახალგაზრდობასაც ქვეყნის აღმშენებლობის ხანა ემთხვევა. ეწირება ფაქტიურად. ჩვენ ვუყურებდით დაუშვათ ამას, იმიტომ რომ ომის შემდეგი პერიოდი არის ჩემი აზრით კიდევ უფრო სერიოზული ანალიზის საგანი, გაცილებით უფრო ნაკლებად ცხადი დაავადების აბსოლუტურად. ამიტომაც სწორედ, იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ კონკრეტული დაუშვათ სახე დაინახო პოსტ-ომის, ომის შემდეგი პერიოდის და განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო ომის ანალიზის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ ქვეყანაში კიდევ ომი ფაქტობრივად არ მოხდა ომის ანალიზი, როგორც ფაქტობრივად ასევე შეიძლება ითქვას ხელოვნებაში რეფლექსიაც არ იყო იმხელა. აქედან გამომდინარე ჩვენს მეხსიერებაში ომი არ დარჩა კონკრეტული ანალიტიკური სურათებით. იცი მე თქვა რომ აი თვითონ თეატრის ისტორია, სამეფო ომის თეატრის ისტორიას მინდა გავდეს ჩვენი ისტორია, იმიტომ რომ აბსოლუტური ნანგრევებიდან აღმოცენდა ეს თეატრი. მახსოვს რამდენი საშიშროება ემუქრებოდა. მეც მაგ კონცერტი ჩატარებული გადარჩენის ზიმედრე კონცერტს აუცილებლად. ხო და აი მე მინდა რომ ამ გზით იაროს აბსოლუტური ნანგრევებიდან თან რაღაც განსხვავებული მაპატია დაასრულე. ხო არა, უბრალოდ მე მინდოდა რომ უცნაურია რომ კაცობრიობის ქვეყნის თაობის ისტორია შეიძლება გავდეს რაღაცა კონკრეტული შენობის ისტორიას, რომელიც ასევე განიცდის დაუშვათ ევოლუციას, ვითარდება, ან შეშტება, ან დეგრადირებს, ან ინგრევა და ეს თეატრის მაგალითია, რომელიც მაგალითით ქვეყანა რომ მიდიოდეს, მე მაგრა გამიხარდა. შეიძლება ითქვას რაღაც განსხვავებული ნიშა დაიკავა სამეფო უბნის თეატრმა და პერსპექტივა რეალურად როგორია? სამეფო უბნის თეატრი დღეს და იმის ვთქვათ მე მიჭირს ძალიან მის ესთეტიკურ სახეზე ლაპარაკი, იმიტომ რომ სუბიექტური ვარ ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა ერთი ფაქტობრივად რაც შემიძლია ვთქვა, რომ სამეფო უბნის თეატრი დღეს არის ერთადერთი თეატრი საქართველოში, რომელიც დაკავებულია როგორც სარეპერტუარო თეატრით, ასე ვთქვათ, რეპერტუარით, ისევე საგანმანათლებლო საქმიანობით 50-50-ზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე დაარსდა თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი 2014 წელს, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული შეიძლება საგანმანათლებლო ტიპის ფესტივალების ჩატარებას, ასევე ლექციების კურსს, ღია საჯარო ლექციების კურსს, პარალელურად არსებობს თემურ ჩხეიძის სახელოსნო, რომელიც არის ნაწილი ამ ცენტრის და ანუ თავის მხრივ არსებობს ჯგუფი დრამატურგების და რეჟისორების, რომლებიც სწავლობენ სამეფო უბნის თეატრში ბატონი თემურის ზედამხედველობის ქვეშ და სამეფო უბნის თეატრი მათი სცენა იქნება მათი საკურსო სპექტაკლებისთვის და ასევე არსებობს ისეთი რამ, რასაც ქვია სამეფო უბნის თეატრის ბიბლიოთეკა, რომლის პირველი წიგნია მაქვს აი აგერახში მე, ეს არის კეიტი მიჩელის დღეს ყველაზე ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის წიგნი რეჟისორის ხელობა სახელმძღვანელო თეატრისათვის, რომელიც განებიერებული სხვადასხვა აბსოლუტურად და ესეც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, ვერ ვიტყვი რომ პირველი ნაბიჯებია, თუმცა ნამდვილად პირველი დიდი ნაბიჯია ამ ნიშის შესაძლებაში. რამე თქვა? ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტანდემი, თქვენ რო გიყურებთ და ეხლა აგიხსნით რატო ორივე ხართ იმ უზარმაზარი თეატრალური ოჯახებიდან, რომელმაც ქართული თეატრი და კინო შექმნა რა. ამას ხაზი არ გაისვას. აი ეს წყვეტა რო არ არის. ეს მე მგონი არის რაღაცა მესიჯი რა საერთოდ, რომ არანაირი კულტუროლოგიური წყვეტაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. იმიტომ რომ ეს წყვეტა მე ბევრად დიდი დრო მიაქვს ამის აღდგენას. როცა არის საშუალება რომ ხელი ხელს გადაცე და ესე გააგრძელო რა. როგორც ყურძენი გადადის საწურავიდან ღვინოში, ღვინოდან ჩვენთან თრობაში და ასე შემდეგ. დაუკავშირა. შეგვიძლია ამის გარეშე. უცებ უარ წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ამ ლექსი ეხლა დავწერე და თან ხვედრა არ ვიცოდი დღევანდელი თემა. შენთვის დაეცა ტროვა ელენე. შენთვის დაეცა ალბათ ბერლინიც. შენ ბაბილონიც დაამსხვრიე და შენში შეყვარებული შენში მერლინიც.
შენ როცა გინდა მერლინ მონრო ხარ ჯულიეტა მრავალ წერტილი შენთვის დაეცა რომიც ოდესღაც 100 ქონდა გადაწყვეტილი მე აქეთ გადავედი ფურცელიანო შენ როცა გინდა კამელოტს იფყრობ აღარ ჭირდება ამას დასტური შენ შეასწინე ლანსელოტი და შეყვარებული შენში არტური ვინც გინდა იყავ მაინც მიყვარხარ შენს გვერდზე ალბათ მზეც კი ქრებოდა შენ ხარ იყო და არა იყო რა სხვა უკეთესი რა იქნებოდა ეს ტროელ კალებს ეს ტროელ კალებს მე ძალიან დიდი მადლობა გითხრათ სტუდიაში მობრძანებისთვის მართლა გულწრფელად წარმატებებს გისურვებ ჩვენ აუცილებლად მივატევნებთ თვალყურს როგორი გამოხმაურება ექნება შენ ერთი დღე გავაკეთოთ როგორც მუსიკის დღე არის გადავაქცევ თეატრის დღე და მეტი დავუთმოთ მე ვარ ძალიან არ მეყოეს ურთიერთობა ხო რაღაც შეზღუდულები კი კი შეზღუდულები ვიყავთ სამწუხაროდ საერთოდ ძირითადად ვიბრანჭებო არ ბაძრებს იმის საშუალებას რომ უფრო ცლად განვავრცოთ თემა და ერთ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია გარდა იმისა რომ მსოფლიო აღნიშნავს თეატრის საერთაშორისო დღეს ასევე ზუსტად 110 წლის წინ 1905 წლის 27 მარტს ფუნიკულორი გაიხსნა გახსოვს გამაგრად გამოვიყურებდი რა აკეთ გამოიყურა ანუ გახსოვს ეს თარიღია თქო ეს არის შებრაცული გოჭი წემლი მომეცია გოჭი არ შეიძლება ზის დავარდების მხარეო ეს მე მგონი ადგილია სადაც ყველა ქართულ ფილმში არის ადგილი რომელიც ყველა ქართულ ფილმში არის როგორც ეიფელი პარიზი გამოყენებული დაგიკავთ რამეს ეს პარას სამშაბათს და პარას გავთვალთ განებივრებულები მუსიკალური აკომპანიმენტით დათო მოდი ნეონელა მაყურებელსაც დავემშვიდობოთ მე აქედან დაგემშვიდობებ ჩემთვის ისეთი ადგილია საიდანაც ვემშვიდობები ვესალმები და ვცხოვრობ ხოლმე რა მოკლედ რომ მაყურებლებს ვემშვიდობები ვერ ხედავენ მაგრამ მაინც ვემშვიდობები ზალიკო შენ მინდა დიდი მადლობა გითხრა პირიქით დიდი მადლობა ხალხო გამიძელით ჩვენ სტუმრებს დიდი მადლობა ესენი ვერ დავხატე მაგრამ რაღაცნაირად პირობა გადერო დახატა პირობას ვდებ რომ დახატო მოკლედ დიდი მადლობა მაილს დევისი ამთავრებდა პარიზში ესე კონცერტს აბა დათო შენით იწყება ეს ყველაფერი დაიწყე ეს მე და თქვენ ერთად შედიხართ